Ямაიკელმა მორბენელმა უსაინ ბოლტმა 100 მეტრიან სპრინტში 9 წამსა და 58 მეასეთში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ყველა სპორტსმენს საკუთარი ესეთი დამახასიათებელი ნიში გააჩნია, ზოგი ძლიერია, ზოგი შეიძლება სუსტი იყოს, თუმცა სისწრაფე კონკრეტულად კი სირბილი მაინც არის დისციპლინა, რაშიც ადამიანები ერთმანეთს ჯერ კიდევ იმ დროიდან ეჯიბრებიან, როცა საკვები უნდა მოენადირებინათ. დედამიწის არსებობის ისტორიაში არავინ ყოფილა მიწაზე უსეინ ბოლტზე სწრაფი ადამიანი, რომელმაც ამ მიმართულებით ყველა ძირითადი რეკორდი მოხსნა. მისი კარიერისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციას და პრეზენტაციას BMG-ის რეპორტიორი ირაკლი მოდებაძე გაგვაცნობს. ირაკლი, დილამშვიდობისა და მოგვიყევი უსეინ ბოლტის კარიერის შესახებ, რამდენად აღემატებოდა ის თავის კოლეგებს თუ კონკურენტებს და ზოგადად როგორი კვალი დატოვა სპორტის ისტორიაში. მოგესალმებით, მივესალმები საქმიანი დილის მაყურებელს. სოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი, ასე უწოდებენ უსეინ ბოლტს, რომელიც ექსტრაორდინალური წარმატების და ელვისებური სიჩქარის ნამდვილი სინონიმია. მისმა კარიერამ, რომელიც მოიცავდა მსოფლიო რეკორდებს, ოლიმპიურ ოქროს მედლებს და დაუიწყო ასპარეზობებს, დაწოვა წარუშლელი კვალი და ფაქტობრივად განუმეორებელი შედეგები მძლეოსნობის ისტორიაში. პატარაობიდან უსეინი სპორტისადმი დიდი მიდრეკილებით გამოირჩეოდა და თავდაპირველად კრიკეტსა და ფეხბურთსაც თამაშობდა. 12 წლის ასაკში სასკოლო ჩემპიონატებს იგებდა 100 მეტრი დისტანციაზე სირბილში, რის შემდეგაც კრიკეტის მწვრთნელმა მას ძალების მოსინჯვა მძლეოსნობაში ურჩია, რაც ბოლტის ცხოვრებაში საუკეთესო რჩევა აღმოჩნდა. ямაიკელმა თავდაპირველად ყურადღება 2002 წელს 16 წლის ასაკში მიიქცია, როდესაც ახალგაზრდული მსოფლიო მოიგო 200 მეტრიან დისტანციაზე რბოლაში. ყველა ხვდებოდა, რომ უსეინი ბევრს მიაღწევდა თავისი სიმაღლის, კიდურების სიგრძისა და ათლეტური აღნაგობიდან გამომდინარე. დროთა განმავლობაში უსეინი ერთ-ერთ გამორჩეულ სპრინტერად ჩამოყალიბდა, თუმცა გადამწყვეტი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა იყო, როდესაც ის 100 მეტრიან დისტანციაზე მთავარ ფავორიტად არც კი განიხილებოდა რბოლის მოგებაში. მის მხარეს არც ამინდი იყო, თუმცა ბოლტმა ისეთი მოწყვეტით აიღო სტარტი, რომ მალევე ყველა მონაწილე უკან მოიტოვა. ფინიშის ხაზი კი 9 წამსა და 79 მეასეთში გადაკვეთა და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე ბოლტი სირბილისას უკვე ზეიმობდა გამარჯვებას, რის გამოც სულაშიანელა თორემ სტარტი ისეთი ჰქონდა, რომ მისი მწვრთნელის თქმით 9 წამსა და 52 მეასეთში შეეძლო ფინიშის ხაზის გადაკვეთა. ამას კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი მოყვა 200 მეტრიანი დისტანციის 19.30 მეასეთ წამში დაფარვით, რითაც გახდა პირველი სპრინტერი, ვინც ერთ ოლიმპიადაზე ორ დისციპლინაში შეძლო ოლიმპიური რეკორდის დამყარება. 2 დღის შემდეგ გუნდური შეჯიბრება 400 მეტრიან დისტანციაზე ჩატარდა, სადაც ямაიკამ ასევე გაიმარჯვა, თუმცა 2017 წელს ერთ-ერთი მორბენალის ნესტა კარტერის სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოაჩინეს და ამ დისციპლინაში მიღებული მედლები ყველას გაუნულეს. ბოლტი უკვე მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი იყო, რომელსაც ямაიკაში ღირსების ორდენი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მიანიჭეს. მალევე ერთ წელიწადში ბერლინში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ямაიკელმა შემოგთავაზა პერფორმანსი, რომელიც დღემდე ურყევად დგას. მან 100 მეტრიანი დისტანცია 9 წამსა და 58 მეასეთ წამში, ხოლო 200 მეტრიანი 19.19 წამში გაირბინა. თავი ყველას კომპიუტერულ თამაში ეგონა, რადგან ბოლტი ადგილიდან წამის მიათედებში ქრებოდა და კამერა დაწევასაც კი ძლივს ახერხებდა, თანაც სიმბოლური ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მსოფლიო პირველობა მან ოლიმპიას სტადიონზე მოიგო ზუსტად იქ, სადაც ოლიმპიური მედლები თავის დროზე ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლმა ჯესი ოუენსმა მიიღო. ოლიმპიური ოქრო უსეინმა 2012-სა და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც მოიპოვა, რითაც ადგილი გაიმყარა ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენებს შორის და დღეს ერთ-ერთ უდიდეს ოლიმპიელად მიიჩნევა ისტორიაში. მისი კარიერა ჯამურად რომ ავიღოთ, სულ რამდენიმე წუთში ადგენს, თუმცა ამ რამდენიმე წუთის უკან უდიდესი შრომა და სარბენ ბილიკებზე საათობით გატარებული დრო დგას. თითოეული ოქროს მედლისთვის ბოლტმა $10,000 მიიღო, თუმცა მთავარი შემოსავლის წყარო ცხადია სასპონსორო შეთანხმებები გახდა. 2002 წელს ახალგაზრდული მსოფლიოს მოგების შემდეგ მასთან კონტრაქტი პუმამ გააფორმა, რომელთანაც 2013 წელს გაახანგძლევა ხელშეკრულება და მას შემდეგ წლიურად $10 მილიონ იღებს. მისი სპონსორია გამაგრილებელი სასმელის ბრენდი Gatorade, რომელიც 4 მილიონს უხდის ლეგენდარულ მორბენალს. ამასთან, რადგანაც ის მსოფლიოში ყველასთვის ცნობადი სახეა, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები მას პრეს-კონფერენციებზეც გამოჩენას თხოვენ, რაც მინიმუმ $9 მილიონი უჯდებათ. 2018 წელს უსეინმა დააფუძნა ელექტროსკუტერების კომპანია Bolt Mobility, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ სკუტერებს აწარმოებდა, ახლა კი ელექტროგადაადგილების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. 300,000 ადამიანზე მეტ სასაქმეებს და 48 ქვეყანაში ფლობს მაღაზიას.
უსეინმა კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელობის ოცნებაც აისრულა, მან ავსტრალიურ პროფესიონალურ კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვით, რადგანაც იამაიკელი წლიურად $3 მილიონ ითხოვდა, ხოლო კლუბი მხოლოდ მზად იყო წელიწადში 150,000 გადაეხადა. ის ფლობს რესტორნების ქსელსაც, რომელიც სულ 4 ცალია, 3 იამაიკაში და 1 ლონდონში და იქ იამაიკურ სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშებს შეხვდებით. ჯამში ბოლტის ქონება 90 მილიონს აღწევს, ხოლო 2016 წელს Forbes-ის რეიტინგში $33 მილიონი სულაც 32 ადგილზე გავიდა ყველაზე შემოსავლიან ათლეტებს შორის. ასეთი შემოსავლების მიუხედავად 2023 წელს თაღლითებმა იამაიკელ სპრინტერს $12 მილიონი მოპარეს, ანგარიში, რომელიც წარმოადგენდა კინგსტონზე ბაზირებულ საინვესტიციო კომპანია Stocks and Securities, აჩვენებდა მხოლოდ $12,000 ბალანსს. თანაც აღსანიშნავია, რომ ბოლტსა და მის ადვოკატს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოდან არავინ დაკავშირებია და აღნიშნული თანხა ლეგენდარული სპორტსმენის საპენსიო დანაზოგი იყო. უსეინ ბოლტი ბუნებისგან ბოძებული საჩუქარია ნამდვილად დედამიწისთვის, მისმა პერსონამ, გამარჯვებებმა და საფირმო აღნიშვნამ შექმნა ლეგენდა, რომელიც არა მარტო იამაიკელ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს მოსახლეობას ეკუთვნის. ალბათ ძალიან მაგარი შეგრძნება ისეთ ფუძემდებელურ დისციპლინაში, როგორც სისწრაფე და სირბილია, იყო პირველი დედამიწის ისტორიაში, ასეთი მიღწევით დაგვექნა კი მხოლოდ დიდ უსეინ ბოლტს შეუძლია.